პოლიმერები და თანამედროვე მასალები ბათუმი კავკასიის მეოთხე საერთაშორისო სიმპოზიუმს მასპინძლობს. ფორუმში 10 ქვეყნის 80-მდე მკვლევარი მონაწილეობს და მის მიზანს პოლიმერებისა და ინოვაციური მასალების სფეროში მომუშავე მეცნიერების დაახლოება, გამოცდილების გაზიარება და დარგში არსებული პრობლემების განხილვა წარმოადგენს. ასევე სამეცნიერო პოტენციალის სრულყოფილად გამოყენებისთვის შემუშავდება ერთობლივი სამეცნიერო კვლევები, საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო პროგრამები. 3 დღის განმავლობაში მეცნიერები თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის აუცილებლობაზე, პოლიმერებში მიკრომოლეკულების დაშლის მნიშვნელობაზე იმსჯელებენ. სიმპოზიუმი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 80 წლის თავს ეძღვნება. მიზანი ამ კონფერენციის არის, რომ ერთმანეთს მეცნიერებმა გაუნაწილოთ, გაუზიაროთ მიღწევები პოლიმერებსა და პოლიმერულ მასალების დარგში. და ახალი მიდგომები, ახალი ხედვები, რომელიც არსებობს ამ ესე იგი მიმართულებებზე, გაუზიაროთ ერთმანეთს. ალბათ კარგად იცით, რომ მეტალების ჩაენაცვლა პლასტმასები, მათ დიდი გამოყენება აქვს და თქვენთვის ალბათ უცხო არ იქნება ეს ამბავი, რომ მეცნიერები დღეს მუშაობენ იმაზე, რომ როგორმე პოლიმერებში მაკრომოლეკულები დაუახლოვონ ერთმანეთს და ასეთ შემთხვევაში მათი სიმტკიცე 10-ჯერ მეტი იქნება ვიდრე მეტალებისა. აი ეს მიმართულება არის ჩვენი ქვეყნისთვის პრიორიტეტული, ამის დამადასტურებელია ის, რომ უნივერსიტეტს საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროდან მიმდინარე წელს გამოეყო თანხა აი ამ ინსტიტუტის შენობის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრული რეაბილიტაციისათვის და უახლოეს ერთი თვის შემდგომ ეს ინსტიტუტი აი ამ გარემოში გააგრძელებს მუშაობას, რაც მე ვფიქრობ ხელშეუწყობს სამეცნიერო კვლევების უფრო წარმატებულად წარმართვას.